მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ნებას პოდკასტი და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება რელიგიის როლი დამოკიდებული ადამიანის ტრანსფორმაციაში. სანამ დავიწყებდეთ ამ გადაცემის ყურებას, თხოვნა იქნება მოიწონოთ ჩვენი არხი, გამოიწეროთ, რომ ბევრი საინტერესო ვიდეო ნახოთ. დღევანდელ გადაცემას კი წავიყვანთ თაზო ტუღუში, სარეაბილიტაციო ცენტრ ნებას დამფუძნებელი, ლუკა შენგელია, ქრისტიანობის აპოლოგეტი. ხოსორად და უბრალოდ მოკვდავი ნიკა წერეთ. მოკლედ, რელიგიას ძალიან დიდი როლი გააჩნია ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით როდესაც გაჭირვების ჟამი გვიდგება ხოლმე ადამიანებს, მაშინ უფრო მივმართავთ ეკლესიას, მაშინ უფრო ვიწყებთ მე ღმერთისთვის რაღაცების თხოვნას. მოკლედ, დამოკიდებული ადამიანი ბევრი მინახავს, რომელიც მონასტერში მიდის და აი ამ თემაზე ვილაპარაკებთ. თაზო შენ სანამ პოდკასტს დავიწყებდით, მანამდე თქვი რომ რაღაც შესავალი გინდოდა გაიკეთებინა. ხო, მინდოდა რომ დღეს მაქსიმალურად მინდა რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მე და ლუკა ფსიქოლოგიურ ჭრილში დავინახოთ ბიბლიის რაღაცა მუხლები და შევეცადოთ ფსიქოლოგიურად და მერე თეოლოგიურად განმარტოთ ეს ყველაფერი. როგორც ვიცი, რეაბილიტაციის დროსაც ნებაშიც მიდის რელიგიურად, ანუ ბევრი რაღაცები ბიბლიიდან. ნუ არის ჯგუფი ბიბლიის კითხვის ჯგუფი, მამაო ამოდის, ელაპარაკება სულიერებაზე და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ დამოკიდებულება ეხება ჩვენს ყველა სფეროს ცხოვრებისეულს. გინდა არ გინდა ფიზიკური სხეული გვაქვს და მას ეხება. ალკო დამოკიდებულება ის იქნება, ნებისმიერი დამოკიდებულება ჩვენ სხეულს ეხება. რაღაცნაირად სხეულის დეფორმაციას იწვევს. ხო, რადგან ეს პოდკასტი არის მაინც ალკო, ნარკო და თამაშ დამოკიდებულებაზე, მოდი მაგ ჭრილში განვიხილოთ დღეს. ანუ ჩვენ ფიზიკურ მხარეს ეხება, ჩვენ ფსიქოლოგიურ მხარეს ეხება. ანუ ფსიქიკას საერთოდ ანგრევს. ეხება სოციალურ მხარეს, ურთიერთობებში. ოჯახი, მეგობრები, წრე, ანუ ყველასთან ურთიერთობას ეხება ერთი ადამიანის დამოკიდებულება. ანუ ერთი დამოკიდებულება ერთი ადამიანის პრობლემა აღარ არის. ეს უკვე მთელი ოჯახის მიკრო და მაკროსოციუმის პრობლემა ხდება ხოლმე. და ასევე ეხება ჩვენ სულიერ მხარეს. ხო, მოდი სანამ სულის ავადმყოფობა არის. პირველ რიგში ჩემი აზრით ეს არის სულის ავადმყოფობა და მერე სხვა. ხო, ჩემი აზრით ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელიც იწვევს ზიანს, სულის დაავადებიდან მოდის, აუცილებლად სანამ ლუკასთან გადავალ, წინა პოდკასტში ჩვენ ამ დროსთან მქონდა ესეთი ფრაზა, რომელიც ძალიან ჩამრჩა და დღევანდელი ლუკას მოყვანის მიზეზით და ანუ რელიგიასთან შეხების მიზეზით არის ის, რომ უნდა მოკვდე და თავიდან დაიბადო. იდეაში რომ გავაიგივე აღდგომაც ეგ არის ადამიანის სულიერად აღდგომა, ანუ სულიერად უნდა მოკვდეს ის ადამიანი და თავიდან დაიბადოს. ლუკა, გამარჯობა, ბოდიში რომ ამ ხელა შესავალი გავაკეთეთ. კი, აი, თაზომ ძალიან კარგად აღნიშნა ამ შემთხვევაში, რომ პირველ რიგში არის აი ის მაქედან იწყება საწყისი წყარო ეგ აქ და შემდეგ ასევე არის აი ყველაფერი დანარჩენი. იმიტომ რომ აი პრობლემის არსს უნდა ჩავწვდეთ აუცილებლად იმისთვის რომ ვიცოდეთ თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას სხვანაირად გამორიცხული. ასე რომ აი სიამოვნებით ვისაუბრებდი. ეს თვითონ ეს დამოკიდებულებები რაც ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამოკიდებულებებია, თუმცა აი მარტივია ამის გაერთიანება, იმიტომ რომ საბოლოო წყარო მაინც ერთი აქვს და მარტივად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე კი. ხო, რაც შეეხება ტრანსფორმაციას, რომ ჯერ უნდა მოკვდე და ახლიდან დაიბადო, ეს ნათლად ჩანს თვითონ იესო ქრისტეს მაგალითზე რო ავიღოთ, ანუ აღდგომა რას ნიშნავს? კვდება, ხო, ჯვარზე კვდება ფიზიკურად და მე ახლიდან ცოცხლდება. ხო, ვიღაცამ კრეხელობათ რო არ ჩაგვითვალოს, ჩვენ ვსაუბრობთ სულიერებაზე, ადამიანის სულზე. და იმ დამოკიდებულ სულზე, რომელიც გააჩნია ადამიანს. ანუ სული, რწმენა, ღირებულება, ფასეულობა ხო განსხვავდება. საულე კვდება და ხდება პავლე. ხო? კი. კვდება და ხდება პავლე. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით კვდება, ბრმავდება, მიდის მერე გარკვეულ პიროვნებასთან და ის პიროვნება
და ქრისტეთი გადის ამ ტრანსფორმაციას. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიდეოს მიზანიც ის უნდა იყოს, რომ უშუალოდ ვისაც პრობლემა აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, აი ეს და ნარკოდამოკიდებულება თუნდაც მათთვის იყოს აი გამოსადეგი ასე ვთქვათ, ასე. მათი მშობლებისთვის, მათი ახლობლებისთვის. მოდი მაშინ აი როგორ ვქნათ, იცი? აი რაღაცნაირად აი პირდაპირ ვარ დავიწყოთ ასე ვთქვათ რა, ანუ რელიგიურ ჭრილში აი ისე მიუდგეთ, აი ისე წავიყვანოთ ეს საუბარი, რომ აი ეტაპობრივად რაღაცნაირად მოდი იცი როგორ ვქნათ, რომ ცოტა ადამიანურად იყოს გასაღები. არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ და აი ზუსტად ეგ მინდოდა, რომ აი მაგითო მინდოდა, რომ ცოტა სხვანაირი. მოდი აი ესეთი რაღაც ვთქვათ, აი დაუშვათ არის ადამიანი ან ნარკოდამოკიდებული, ან ალკოჰოლზე, ან გემბლინგზე არ აქვს მნიშვნელობა. აი ამ ადამიანმა აი რაღაც დონეზე თვითონაც ამჩნევს მარტივი ამის დანახვა, რომ ეს ყველაფერი ცუდია და აწუხებს. თუმცა იმისათვის, რომ აი პირველ რიგში დაიწყოს აი ამ ყველაფერთან ბრძოლა და ასე ვთქვათ, დააღწიოს ამას თავი, პირველ რიგში უნდა დაისვას კითხვა ასეთი, ხო, რომ რატომ უნდა დავაღწიო? რატომ აღარ უნდა ვითამაშო? ან რატომ აღარ აი ეს აუცილებელი კითხვა ასე ვთქვათ რა და ამას ჩვენ თუ ჩავეძიებთ აი ძირის ძინამდე თუ ჩავალთ არის ახ ასეთი პრობლემა რომ ნუ თუ ადამიანი საბოლოოდ ერთხელ ცხოვრობს ასე ვთქვათ და ანუ საბოლოოდ მიწად მივიყრებით და ყველაფერი გაქრება ამ შემთხვევაში ყველაფერი ხდება ტრივიალური რას გულისხმობ იმიტომ რომ აი რაღაცა კონკრეტული ქმედება რომ იყოს მნიშვნელოვანი უნდა ახდენდეს ცვლილებას თუ არაფერი არ იცვლება და საბოლოო შედეგი ჩემი თითოეული ქმედების მიუხედავად მაინც ერთია ანუ მიწად მივიყრებით და განვქარდებით ამ შემთხვევაში ადამიანი კარგავს აი იმ თავისი საბოლოო დანიშნულების აი მაგ აღქმას და შესაბამისად თავის ქმედებებს მიიჩნევს როგორც რაღაც ტრივიალურს და ბუნებრივიც არის რომ ადამიანი ფიქრობდეს რომ ამ ცხოვრების აზრი არის რაც შეიძლება მეტი ფიზიკური სიამოვნება მიიღოს და პავლეს ეპისტოლეში არის არ მახსოვს რომელ ეპისტოლეშია რომ ამბობს რომ აი თუ აღდგომა არ არისო მაშინ ყოფილა ჩვენი აი ეგ არის რა მაშინ რაღა არის ამ შემთხვევაში ჩვენ თუ იმაზრამდე არ მივედით რომ რეალურად სამყაროში არსებობს ეს სამი რაღაც მნიშვნელობა, ღირებულება, საბოლოო დანიშნულება, ხო? რთულია ნებისმიერ პრობლემასთან. განაბრძოლა, უშუალოდ ბრძოლის დაწყებაც აღარ გამოვა. ნიჩეს ძალიან ესეთი მიყვარს ეს სიტყვები რა, ფენომენალური სიტყვებია. მანახე, ანუ რატომ აკეთებ ამას და ნებისმიერ როგორს გაუძლებს ადამიანი. თუ ვიცი რატომ, ნებისმიერ როგორს გაუძლებ რა. ხშირად არის რომ დამოკიდებული ადამიანი როცა ვეღარ ერევა ამ თავის ტკივილებს, თავის სურვილებს, თავის ქცევებს, ხშირად მიმართავს ეკლესიას. აი მან დარის მე მგონი გადამწყვეტი ფაქტორი. ყველა ჩვენ არ გვაქვს აქ პრეტენზია რომ ყველა სარეაბილიტაციო ცენტრში წავიდეს და არც მოწოდებას არ ვაკეთებ, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრი არის სარეაბილიტაციო ცენტრში არის ბევრი რაღაცა, რელიგიაც, ფსიქოლოგიაც, ფილოსოფიაც და ყველაფერი, სპორტი და ყველაფერი რაც ადამიანს კომპლექსურად ეხმარება. თუმცა ადამიანმა რომელმაც გადაწყვიტა რომ რელიგიურად მოაგვაროს ეს პრობლემა, ანუ დაადგეს ქრისტეს გზას, იტანჯოს და მერე გამოვიდეს ცხოვრებაში სრულიად ფხიზელი და განწმენდილი, მოდი ესე ვთქვათ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც ძალიან ხშირად მიმართავენ ადამიანები ეკლესიას. აი აქ ეკლესიის როლი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მათ უნდა იცოდნენ, როგორ წაიყვანოს სწორად, რომ ამ ადამიანს მოუხსნან ეს შიშები, ტკივილები, რა ვიცი, შრომით იქნება, ლოცვით იქნება. აი ამაზე რას ფიქრობ? აი კი ბატონო, ზუსტად აი ახამდე მივყავდა საუბარი, რომ ზოგადად ადამიანი არის მორალური არსება, არ აქვს ადამიანის რწმენის სისტემას მნიშვნელობა, ყველას აქვს ცუდი ზღარის გარჩევის უნარი. ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი თუნდაც ის სარეაბილიტაციო ცენტრი ან ეკლესია, ყველა ვარიანტში ჩვენ ვახდენთ რაღაცა ობიექტური მორალური განცხადების პრესუპოზიციას, რომ სიტყვაზე აი ეს კონკრეტული დამოკიდებულება ობიექტურად ცუდია და დამღუპელია. ამისთვის აუცილებელი ადამიანმა რომ გაიგოს ეს იმიტოა ასე ხო რომ ამას ახსნა ამას აბსოლუტური წყარო ყავს აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი და მისი ბუნება არის ზუსტად თანმიმდევრულად შესაბამისი ამ სამყაროში არსებული ობიექტური მორალის და როცა ადამიანი აი მაგ დასკვნამდე მივიდა აი მარტივია მორალურ ჭრილში აქამდე მისვლა ხო მე უნდა დაფიქრდეს ხო რომ კაი აი ვაშავებ და ეს ყველაფერი ცუდია და თუ არსებობს რეალურად აქედან გამოსავალი და რა შემიძლია მაშინ რა არის ხო და ეს გამოსავალი არის ქრისტე რომ ქრისტე ესეთ რამის ამბობს რომ
ხო? ანუ თქვენ ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ რა. მე თუ არ გეყოლები გულში. ივანეს სახარება შემოს პირდაპირ მე ვარ გზა. ჩვენ ქრისტეს garaში არ შეგვიძლია. გადარჩენის გზა, ანუ ჩვენ ადამიან ქრისტესთვის გვდება ხო ზუსტად აი ამ ჩვენი ცოდვებისთვის, რაც ჩადენილი გვაქვს და რასაც მომავალში ჩავიდენთ, აი ამ ცოდვებისგან განწმენდისთვის, ხო? ესეა და ადამიანი აი უცებ გამოფხიზდა და ხვდება რა საშინელება გააკეთა და თუ ქრისტემდე არ მივიდა მიეცემა სასწაულთილებას და მე რა საშინელი ყოფილ ვარ და ღმერთმა დაიწყო. გავიგე, ანუ ეგ პრობლემა გვაქვს. პრობლემა დავსახეთ, ვიცით რაცაა პრობლემა რა, ყველა გავიაზრე რა, მეც აი სიტყვას დამოკიდებული ვარ, გავიაზრე ეს პრობლემა, მოვედი ეკლესიაში და და ის რომ ამ შემთხვევაში აი უნდა ასე ვთქვათ მამაოების მოძღვრების საშუალებით უნდა მოგვეცეს ამ შემთხვევაში ჩვენ ქრისტესთან ურთიერთობის ბედნიერება ხო? ხო, აი აქ მოვედი. ამაში უნდა ერთადერთი ხო? ერთადერთი დანიშნულება ეგ არის. მოდი მე ჩემს პირად გამოცდილებას იმას მოვყვები რა. რამდენჯერმე ყოფილა, რომ წავსულა მონასტერში და ჩვეულებრივად გადამილახია აბსტინენცია ყველანაირი წამლის გარეშე და დავრჩენილ ვარ, მიმუშავია, მირბენია, რავი რა არ გამიკეთებია. ცუდათაც ყოფილ ვარ, მე კარგად გავხდი, მე რაღაცა ჩამაბარეს ღვთაებაში დავდიოდი, ხშირად და ეხლაც ავდივარ ხოლმე და ჩამაბარებდი რაღაცა იქ ყველას თავისი პასუხისგებლობები აქვს და ვართმევდი თავს. როგორც კი, აი ერთი თვე ვიცხოვრებდი, ორი თვე ვიცხოვრებდი, კარგად ვიყავი, როგორც კი ჩამოვიდოდი უკვე ერში, ანუ სახლში პირველივე დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს იმ წამსვე ვიწყებდი მოხმარებას. ანუ გარემ ყურე რესოციალიზაციას არ გასწავლის. ხო და ეგ მქონდა რომ მაშინ აქ უნდა დავრჩე რა. ხო. ხო და ყველა ხო ვერ დარჩება. ხო, ეგ არის, ყველა ვერ დარჩება. აი ზოგადად კიდე როგორი თემაა რა, ხო, ნუ ესეა, თვითონ აი სიტყვაზე იმის გარეშე რომ ჩვენ თუ ქრისტესთან პირადი ურთიერთობა არ გვექნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აზრს კარგავს ესე, ხო, ანუ ადგილსამყოფელი ხო არ არის. სამწუხაროდ მაშინ არ ვიცოდი ეგ. ხო, ანუ ადგილსამყოფელი არ შეიძლება განსაზღვრელი იყოს, განსაზღვრელი არის ამ შემთხვევაში შენი სულიერი და გულითი მდგომარეობა, ხო, რომ რეალურად რა გინდა. განა დაცემისგან და შეცდომისგან არის ვინმე დაზღვეული, ხო, არა რა თქმა უნდა და ჩვენ წმინდანების დაცემებს ხედავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რაც გვაქვს დასახული, რაც არის ქრისტე და ქრისტე არის აბსოლუტური სიყვარული, აი ამ მიზნისკენ რომ ვისწრაფვით, აი ეს გქონდეს გააზრებული. აი კიდე იმ მაგალითს მოვიყვან, რომელიც მეც ხშირად მომყავს ხოლმე პეტრეს მაგალითი. აი რამდენჯერ ეცემა ბიბლიაში და აი მიზნისთვის და ქრისტეს სიყვარულისთვის მე შენ მიყვარხარ ქრისტეო რომ ეუბნება ხო რამოდენიმე გიყვარვარ შენ მე შენ მიყვარხარ რომ მე შენ იქ ბერძნულად არის ნათარგმნი რა ფელიოსო ანუ ეუბნება შენ მე საღაპოო ესე ეკითხება ანუ შენ მე რაღაც სხვადასხვა სიყვარულები არის ბერძნულად უკვე მეორედ მოსulis ხო და კი მიყვარხარო აი ეგ ქრისტეს ექსიყვარული ამოძრავებდა პეტრეს რამდენჯერაც რაღაცა მოუვიდა იმდენჯერ ადგა ფეხზე. აი და ძალიან საინტერესო არის მან კიდე ესეთი რაღაც რომ ანუ აი სხვათა შორის პეტრე აი პირდაპირაც არ მეუბნება რომ აი როგორ ამბობს რომ გიყვარ ვარ და შენ იცი რომ მიყვარხ აი თემა რა არის რომ მე ჩემი ბოროტის სურვილების ჩემს ბოროტ სურვილებზე წინ რომელიც ობიექტურად ჩემში არსებობს ხო რომ აი აზრი რომელიც მეუბნება რომ მიდი ნარკოტიკი მოიხმარე ან აზე მიდი რომ ითამაშე სიტყვა აი ამაზე წინ მე შენ უნდა გაყენებდე უფალო და შენ ხარ აქედან ჩემი გადამჭერი განა ისო მე მაგარი ვარ და შენ მე მიყვარხარ კი არა შენ იცი რომ ანუ პირველი დასკვნა არის ის რომ სანამ რაღაცას ჩავიდენთ გაგვახსენდეს იმ გზაზე რომელზეც დაგვაყენეს დავდექით ქრისტეს გზაზე ეს არის შეცდომა ხო, ეგ არის. ანუ პირველი, მოდი, აი, აუხსნათ რა, ნელ-ნელა მინდა რომ აუხსნა რა. იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ რომ მე რელიგიური ვარ, მე ეკლესიაში დავდივარ, მე ეს არ შემემთხვევა. მე გინდა მოვიხმარ, მაგრამ მართალი ვარ ჩემ თავში და ესი არის დამოკიდებულ ადამიანის შემთხვევაში, მას გონია რომ ხშირ შემთხვევაში გონია რომ სულ მართალია. ილოცებს, რა ვიცი, მეტანიებს გააკეთებს რავი, აი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მეორე დღეს ისევ იმაშია. და სურემისია და არ დამთავრდება ეგ. ეგ კიდე ერთი უკიდურესობა, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა მართლაც, რომ ანუ რეალური მდგომარეობა არ შეიძლება მარტო რაღაცა ტაძარი გეგონოს, უბრალოდ ფიზიკური ადგილსამყოფელი, ხო? ჩვენ თუ ეს მთელი სისავსით არ გავიაზრეთ, აი აზრი არა, ხო? სხვათა შორის აი ახლა წეგანო ამბობდით,
აი მაგას რო ანუ ადამიანი არის რაც მთავარია ხო აი ღმერთის ხატად შექმნილი ანუ მას გარდა აზროვნებისა, მორალურობისა, რაც გარდა ამისა აქვს თავისუფალი ნება ხო? თუმცა აი თავისუფალი ნება არის ის რომ რაღაცა არჩევანის გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუმცა აი ყველა ჩვენი არჩევანი რეალურად არ მივყავართ თავისუფლებამდე და პირიქით აი მონობამდე მივყავართ. აი როგორი პარადოქსულია რომ აი მაგალითად მე ვარ თავისუფალი ადამიანი. აი რატო არ შეიძლება რომ მე თავისუფალმა ადამიანმა თავისუფლება ჩემთვის აი ამ ხელია. რომ აი ნარკოტიკი მოვიხმარო სიტყვა. ხო თავისუფალი ვარ, მაგრამ აი თემაც ეგარი რომ აი თავისუფალი აღარ ხდები, უკვე ხარ შენი ბოროტი სურვილების მონა და რეალური თავისუფლება არის ის რომ უფალში მოიპოვო ეს თავისუფლება. თავისუფალი, რაცაც გვეუბნება სიტყვა სიტყვით. აი ზუსტად რომ ანუ აი მოიპოვო უფალში ეგ თავისუფლება და არა ის რომ მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ჩემი აზრითაც ეგ არის თავისუფლება არის ყველაზე დიდი პასუხისგებლობა. ძალიან მაგარი განმარტება აქვს ესეთი ერთ-ერთ ცოლ-ქმარ ფსიქოლოგს ვაინჰოლდებს ესეთი განმარტება აქვს რომ თავისუფლება არისო, როდესაც შენ ხარო ბატონიო იმ ძალებისო, რომელიც შენ გმართავენო. რაც მაღლად გახარ. შენ იმის კონტროლი რო შეგილია და ეს შეგილია იესო ქრისტეთი. როცა ვსაუბრობ ვნება ძალიან ძლიერი რამეა. ვნება არის ძალიან ვნება აი ესეთი რამეა რომ ვნებასთან შებრძოლებაც არ ღირს. არ შეიძლება. არ შეიძლება. ბოროტ სურვილებთან, იმიტომ რომ უნდა გაეცალო. უნდა გაიქცე. просто უნდა გაიქცე მაგ დროს. უბრალოდ ნახე რა ხდება ეგ სისუსტე კი არ არის და შიშრობა, ვაჩრობა კი არ არის. ეგ არის ძალიან საღი გადაწყვეტილება, როცა შენ ხვდები რომ მე აქ არ უნდა მივიდე. ქართულ ანდაზა გვაქვს, სადაც არასჯობს გასვლა. აი ზუსტად ეგ ვნებასთან ზუსტად ეგ სადაც არასჯობს გასვლა. ხო და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ესეთ თემებზე და მე ვამბობ რომ ქრისტე ყველაზე მდიდარი ადამიანია და არა მატერიალურად, არამედ მთელი სამყაროს მართველია და ხანდახან უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს რომ აი როგორ არის ეგრე. და ვეუბნები რომ ქრისტეს შეეძლო რომ ყველაზე მდიდარი ადამიანიც ყოფილიყო მატერიალურად. ანუ სულ თავისუფლად შეეძლო, მაგრამ ჩვენ დაგვანახა რა არის სიმდიდრე. ზოგადად ანუ აი სიტყვაზე რო ავიღოთ ჩვენ რაღაც მონოთეისტური რელიგიები, აი ღმერთი არსებობს, შექმნა სამყარო, რაღაც უზაკარგს ვარჩევ და ის და აი რაღაცა შეიძლება ღმერთის მიმართ მოწიწება, რაღაცა სიყვარული გაგიჩნდეს, მაგრამ აი წარმოიდგინე რამხელა სხვაობაა, რომ ჩვენთან გარდა იმისა, რომ აი ღმერთმა სამყარო შექმნა, ანუ თავად მიიღო აი ეს ჩვენი ცოდვის, ჩვენი თავისუფალი ნების არასწორი აქტუალიზირების შედეგი, ანუ ეს ბუნება ადამიანური მოკვდავი ბიოლოგიურად ხრწნადი და ჩვენთვის მოკვდა. ანუ ყველაფერი საშინელება გამოიარა მან ჩვენს გამო, რათა ჩვენი ცოდვებისგან გადავიდეთ. ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა და აი ამის საფუძველი იყო მისი აი უსასრულო სიყვარული, აი მისი პიროვნული სიყვარულის მანიფესტაცია, აი ამ ყველაფერში ძალიან ნათლად ჩანს ასე ვთქვათ. და ისევ ჩვენი გულისთვის აღდგა. ისევ ჩვენთვის და დაგვანახა რომ არსებობს საბოლოო აღდგომა და აი ეს როგორი რაღაც არის იცი რომ აი ამ სიმართლეს ადამიანი გულში როდესაც გაატარებს აი შეუძლებელია რომ აი გული არ მოულბეს და მართლა სურვილი არ გაუჩნდეს აი ამ ყველაფერს საშინელებაზე უარის თქმა იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება თუ იქნება სხვა ნებისმიერი დამოკიდებულება აგრესიები რომელიც ძალიან გმართავს და განსაკუთრებით ეხლა ამ ეპოქაში როცა ძალიან დაძაბულია და ყველაზე რაღაცნაირად ჩასაფრებულია რომ ვიღაცა განსაკუთრებით სოციალურმა ქსელებმა გაზარდა, იმიტომ რომ ადამიანს პირისპირ არ ხვდები და უფრო თამამი ხარ, ესეც ძალიან დიდი დამოკიდებულებაა. მაგ თემაზე შეგვიძლია რომ ცალკე ვილაპარაკოთ პოდკასტების გარშე, ან სხვა პოდკასტში მოვიდეთ, იმიტომ რომ დღეს კონკრეტულად რაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ის რომ ადამიანს ვერ ხედავს, მას გონია რომ მას შეუძლია აკადროს ყველაფერი. და ის ადამიანიც ამას კითხულობს და აგრესიით ივსებ. ანუ ჩვენ დავკარგეთ რაღაცა ვირტუალურმა სამყარომ სიყვარულის გზნობა დაგვაკარგინა და სიყვარული არის ღმერთი. ანუ რაღაცეებს გვაკარგინებს. დაუბრუნდეთ ისევ დამოკიდებულებას და ტრანსფორმაციას დაუბრუნდეთ. ხომოდი ესეთ იმას მოვიყვან, კიდე ესეთი რაღაც წერია, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რეაბილიტაციის რაღაც ოჯახებით, რომ აი შეცვლა მინდა, მაგრამ აი ამის გაკეთება არ მინდა. შეცვლა მინდა, მაგრამ აი იმის გაკეთება არ მინდა. აიცი რა რომელი ადგილი მახსენდება, რომ
იესოსთან მიდის ახალგაზრდა კაცი იყო, მდიდარი ყველაფერი ჰქონდაო და ყველა ცხოვრობდაო, ყველანაირ წესს იცავდაო, ყველანაირ ცნებებს იცავდაო და იესო ეთქვის, რომ გაყიდე ყველაფერი და ჩვენთან ერთად წამოდიო რა. აუ მაგის გაკეთება აღარ მომვა. ძალიან კაი, აუ ძალიან გამიხარდა სხვათა შორის ამ შემთხვევაში ის ახარებიდან ეგ ამბავი რო გაიხსენი, ძალიან მნიშვნელოვანია და თან მგონია რომ კავშირშია ახლა უშუალოდ ამ საკითხთან. აი მდიდარი როდესაც მივა ქრისტესთან მას ეკითხა უსვამს ასეთ კითხვას, როგორ დაიმკვიდროს მას ასო. როგორ დაიმკვიდროს 1000 ანუ რაღაცა ინსტრუქციას მისცემს, რომ მოდი ესქენი და ეს ეუბნება რომ ეს ბავშვობიდანვე უფალო მე ცნებები დაცული მაქვს რა და მე ქრისტე ეუბნება ასეთ რამეს, რომ კაი ერთი რაღაცაც გაყლია რა, აი გაყიდე ყველაფერი და გამომყევი მე და ანუ დაღონდა მდიდარი კაცი და ნუ წავიდა და მახარებელი სხვათა შორის ერთ-ერთი მახარებელი ცხოვრება, რაღაცა მეორე მხარეც არის. აი ქრისტემ კი ბატონო, აი ქრისტესო შეუყვარდაო და აი მე მაგ სიტყვებს ამბობს, რომ აი როგორ უჭირს ხო მას, ანუ ჩვენ ამას ხედავთ. ამ შემთხვევაში აი თემა რა არის, მან საინტერესოა, რომ ის ადამიანი უკვე არასწორად არის მისული ქრისტესთან, რას გულისხმობ, ანუ კეთილოთი როცა მიმართავს, ანუ კეთილოთი აი ქრისტე მაგას უხსნის, რომ შენ იცი რომ ჩემ ღმერთობას აღიარებს, მაგიტო უსვამს მაგითხოს, რომ იცი ვინ არის კეთილი და მე ის კაცი ცდილობს საკუთარი სახციელების ცდილობს აი ამ სასუფეველის მოპოვება, ანუ საკუთარი ძალისხმევით. და ქრისტე მაგას უხსნის, რომ აი ეგ დაანახა ქრისტემ, რომ აი შენი ქმედებით ის ხედავ რომ არ შეგიძლია იმის დათმობა და ამ შემთხვევაში ეს უშუალო კავშირში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ყველას რაღაც ისეთი, რაც გვაქვს აი გაკერპებული. ამ შემთხვევაში განა სიმდიდრეში იყო იქ პრობლემა, სოლომონს იმ ხელახონება ხო დღეს ილონ მასკს და ბილ გეიტს ერთად რო იმის წყლის ფასი ქონდა, მაგრამ მაგას თავი ანუ თემა ეგ იყო, რომ აი აქ ანუ ქრისტე მაგას ანახებს, რომ რაღაც ყავს გაკერპებული, ეგ არის შენი ღმერთი, ეგ არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ მე რო გამომყვე, მე უნდა ვიყო შენი ღმერთი. ძალით ხო არ წაგიყვან, ხო? აი ეგ დაანახა ქრისტემ, რომ არასწორი ისი დათმობა შეეძლო ქრისტესთვის. აი არასწორი მეთოდი იყო თვითონ მისი მეთოდი, რომ აი მე მოდი ამას არა, შენ ჯერ მე უნდა შემიყვარო, ჩემთან უნდა მოხვიდე და მე შეძლებ რომ მაგ სიმდიდრეს ყველაფერს თუ გააკეთებ ჩემთვის, მაშინ შენთან ერთად წამოხვალ. აი სიფხიზლეში ეგრე არის რა, ანუ და დამოკიდე თუ ყველაფერს გააკეთებ. აი რაღაც მომენტში მე ვთქვი ესეთი რაღაცა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, გარემოში რაც არ უნდა ვიგრძნო, რაც არ უნდა მომივიდეს, რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ვიყო, მე ამ გზას გავივლი. ანუ აი ყველაფერს გავაკეთებ რა და მანდ იხსნება აი ეს ღვთიური რაღაცა, რომ შენ თუ ყველაფერს აკეთებ, რაღაცაში თუ ყველაფერს აკეთებ, აუცილებლად გამოდის. თაზო ეს ხო მაყურებელმაც რო იცოდეს, ეს ხო შენ ერთიანად ვერ გააკეთე. ამით ეს ხო პატარ-პატარა გადაწყვეტილება ეგრევე მივიღე. რა თქმა უნდა, პატარ-პატარათი გავაკეთე, მაგრამ პირველივე გადაწყვეტილება იყო, რომ მე ამას გავივლი. რაც არ უნდა იყოს მე ამას არის კიდე რომ სიტყვაზე ადამიანს რო ხაი დამოკიდებულება სიტყვა იყო ღმერთი. კი, ეგრე, აი ძნელი რა არის ყველაზე რთული ამ შემთხვევაში არის ეგ რომ აი სიტყვაზე რაღაც არ გააკეთო, აი გონებას ძალიან უჭირს, აი რაღაც აი ნეგაციის, აი რაღაც ეს გადამუშავება, რომ აი ძალიან რთულია ადამიანს რაღაც არ ქნას, აი ესე რომ იაზროვნოს, ხო? აი მაგალითად აი ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი სულ ფიქრობს, სულ რაღაც აი გამორიცხულია, რომ ესე არ აი უნდა ჩანაცვდეს რა, ანუ ჩანაცვლებაა საჭირო. აი მე ვიცი რომ არ უნდა აი იმის რომ აი ეგ სურვილი მომივიდა, აი მინდა რომ აი ნარკოტიკი მოვიხმარო რა და აი არ მოვიხმარო, აი ეს მარტო ამით ნარკოტიკს რატო მოიხმარს, მაგაში ხო პრობლემა არა თვითკმარია. კი, რაღაცა ზუსტად არ მოვიხმარო, არ მოვიხმარო, არის ღმერთი არ არის მასში მთლიან განვითებული, ანუ აბა რა გავაკეთო? ხო, აი აბა რა ვქნა, აი მე რა ვქნა, ხო, ანუ რაღაც, ანუ ამიტომ აი აუცილებელი არის ჩანაცვლება, ხო? აი ქრისტეთი რომ ჩვენ ვანაცვლებთ ამ ყველაფერს და ხო და როგორ ვანაცვლებთ? აი პირველ რიგში აი წეგან დასაწყისში ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ზოგადად აი კარგად ახსენე, რომ უნდა ეგ არასწორი მართლაც არასწორი მეთოდი არის, აი ამ ბოროტს ფიქრებთან და აზრებთან ბრძოლის, აი საკუთარი ძალისხმევით დაპირისპირება, რომ მოგივიდა აზრი, შენ აქედან დაუპირისპირე იმ ბოროტას გარიდან მოსულას შენი აზრი რაღაცა და აი ამ ბრძოლაში მარცხდები, იმიტომ რომ არ ხარ ისეთი ძლიერი, როგორიც ეგ ბოროტი აზრია. ისეთი ძლიერი იყო ჩვენს გამო უფალი, აი მან გააკეთა ჩვენი გულისთვის ეს ყველაფერი და მასზე ძლიერი, ვინც ამ ყველაფერზე მაღლად გას, ვისაც ეს სიბოროტე ვერ ეკარება, ქრისტე იყო ამ შემთხვევაში ჩვენ ლოცვა ძალიან ეხმარება ადამიანს, ასევე წერილის კითხვა, აი ვახსენეთ ტაძარში მისვლა, ასევე თან ამის გააზრებაც, ხო? კი, აუცილებლად, აი თაზო ვიცი ძალიან გამიხარდა, რომ ანუ ისეთი მეთოდებით აკეთებს ამ ყველაფერს რა, უშუალოდ წერილის საფუძველზე, თან ამ წერილს გარდაწევად კი არ რჩება თეოლოგიური, პირდაპირ აი უშუალოდ პრაქტიკაში აკავშირებს ამ ყველაფერს. აქ მომყავს ხო რა? წერილი ჩემს ისტორიული წიგნი ხო არა? ხო და
სწორად მივედით რა მაგამდე. იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ გვესმის არც სახარების აზრი, არც ბიბლიის და ვამბობთ რომ ძალიან მაგარია, მაგრამ ვიღაცა რომ მოვიდეს და რაღაცა შევგეკემათო, შეიძლება თვალები დათხარო რას ამბობ ბიბლიაზე, მაგრამ წაკით გააზრებული არა გვაქვს. ანუ გააზრებული არა გვაქვს ის რომ სიტყვაზე ვიტყვით, ქრისტეს არავისთან დამტკიცება არ სჭირდებოდა არაფრის, ჩემი აზრით. არა, სიყვარული 40 დღე რომ უდაბნოში დადიოდა, ვის რას უმტკიცებდა? ანუ თვითონ მარხულობდა, ხო? ანუ გვასწავლა როგორ უნდა ვიცხოვროთ. ანუ სიყვარულში როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიაროთ, ვიმოგზაუროთ ადამიანებთან და გავაზიაროთ სიყვარული. მეტი ხო არაფერი გაუკეთებია. კიდე არის, უშუალო კავშირში არის ახლა რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან, რომ წარმოიდგინე ქრისტეს ქმედება მთავარი, ხო? ნუ ქრისტეს სიყვარულია თავიდან ბოლომდე, მისი საბოლოო ქმედება რა თავგანწირვა, ხო? ანუ თავს წირავს ჩვენგან. ამაზე დიდი სიყვარულის გამოვლინება არ არსებობს. სიყვარული როგორ განიზომება და თავგანწირვა. ყველაზე დიდი არის, მაგის იქით ქმედით. როგორი თემა ახლა მე სიტყვაზე, მე და საზომი მეგობრები ვარ და სანამ მაგას სიტყვი ერთ რაღაცას დავამატებ. რა მოდით დაამთავრე და მე მივიდეთ. წარმოიდგინე რომ ესეთი რაღაც წარმოიდგინე რომ დაუშვათ თავგანწირვა არის ყველაზე მაღალი გამოვლინება და შენ რო რაღაცა ვინმე რო გესროდეს სიტყვაზე და მე რო გადაგეფარო და შენ გამო თავი გავწირო, ხო? შენ ვერ იტყვი რომ მე არ მიყვარდი, შენ გამო თავი გავწირე. თუმცა მაგ ქმედებაში, ჩემ ქმედებაში მე რო შენ გამო თავს წირავ და ქრისტე რო ჩემს გამო თავს წირავს, ხო? ან შენს გამო პერსონალურად. ამ შემთხვევაში არის რაღაცა არსებით დონეზე, გან შედეგზე მომუნ ქრისტე ჯოჯოხეთიდან იხსის ადამიანს, მაგრამ არსებითად არის რაღაც დიდი სხვაობა. სხვაობა ამ შემთხვევაში კიდე ის არის რომ მე რო თაზოს გამო თავს წირავ, თაზო ჩემ გამო ჩვენ მეგობრები ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და ორმხრივი სიყვარულია ჩვენ შორის. მაგრამ უცხოს გამო რო წირავ. უცხოს გამო კი რა აგინებდნენ და აფურთხებდნენ და იმის გამო გავა. ტრის გამო თავგანწირო. ვაფურთხეთ, ვაგინეთ, უარყავით, მე ჯვარზე დავცინეთ და ეხაცხო მაგას ვაკეთებ. დღემდე ყოველდღიურად ადამიანები ყოველდღე ყლავთ ხმე. ყოველდღე ვაკეთებთ იმას, რამაც ქრისტე ჯვარსაცოა, ყოველდღე ვღალატობთ და ეს უფლის სიყვარული არის, რაღაცა არანორმალური. ვიდეო მომეწონა შენი იუდა მერტო გნავდა, ჩვენ მე ყოველდღე იუდა არ ვიყავით. სხვათა შორის იუდა, როდესაც უკვე ამ საიდუმლო სერობაზე, როდესაც უკვე იუდას გაყიდული. ეშმაკი შევიდა უკვე მაშინ. წარმოიდგინე, ამ ევქარისტიულ სუფრაზე უცებ ქრისტე ამბობს ასეთ რამეს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამწევს მე და ყველა პირველი კითხვა რაც არის მოციქულებს, მე ხომ არ ვარ უფალო, ეს ძალიან მაგარი კითხვაა, ხო? ეს არის უფალთან მისასვლელი გზა, ვის რაღაცა სხვის გულში რადევს ჩვენ გულში რა არის და ამ კითხვას სვანს იუდაც, მე ხომ არ ვარ რაბი, მოწყორო, მე ხო არ ვარ გამსე და თვალებში ყველა სვანს. თან თემა რა არის, რომ იუდამ ძალიან კარგად იცის. იოანე გულზე ადებს თავს. და მაგაზე მინდოდა გადასვა, იუდამ ძალიან კარგად იცის, რომ ქრისტე არის ყოვლისმცოდნე. იუდა თავად ახდენდა სასწაულებს იესოს სახელით და ძალიან კარგად იცის, რომ იესო მიცის, რომ იგი გამცემია. და თვალებში უყურებს იესოს, უყურებს სიყვარულით სავსე თვალებში და იესო ამ სიყვარულით სავსე თვალებით რას ეუბნება, რომ იუდა მიყვარ ხარ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ხო ფინანსები რითიც ჩვენ რაღაცებს ახლა რო ახორციელებ შენ ჩაგაბარე შენ გენდე დაფიქრდი რას აკეთებ და იუდა როდეს თვალებით პასუხობს რომ მე უკვე გაყიდე და შენ არ გამყიდო იმიტომ რომ იქ რო წარმოიდგინე იესოს ეთქვა ერთი სიტყვა რომ ეს არის გამცემი პეტრე მოკიდებდა ხელს და გაასხმევინებდა ტვინს ხურს მოაჭირდა მინიმუმ ჯარისკაცების არ შეეშინდა და ის ხურს მოაჭირდა მინიმუმ მაგრამ ეგ იყო და მე პურის ამოწობა რო ხდება თავზე მკერდზე რომ მიედოს და ვისაც მივაწვდიო იმაში პურის ამოწობა იყო როგორი ტრადიცია იცი რომ მნიშვნელოვან პიროვნებას ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი ქონდა მომავალში გასაკეთებელი ან ცოლი უნდა მოიყვანა ან რაღაცა ისა რა ქვია ასახლია ეშენები იმას აძლევ პურის მიცემა რაც შევს იცი რომ მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გაიგო ყველაზე მეტად მიყვარ ხარ რა ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ეხა შენ ჩემთვის ის იონეს კი არ მადარდებს ეხა მკერდზე რო თავი ქონდა დაფიქრდი რასაკეთებ ხო ეგ დაკარგული სხვა არის ამბავი მე უკვე იუდამ უკვე მე მას ხო არ ეუბნება გააკეთე რაც გასაკეთებელი რადგან მაინც გინდა გააკეთე და ასე იღუპება იუდა რომ არანაირი სიყვარულმა უკვე ვეღარ მოაბრუნა უფლის და მე კიდე იქ ტოტი რო ჩამოუტყდა ვიცით იუდა რო თავს იყვავს იქაც მაცხოვარი ელოდება რომ მობრუნდი იუდა ხო აი გაპატიებ მოწყალების უფლის მოწყალების იმედიც დაკარგა და განეშორა უფალს საბოლოოდ ნუ კაცობრივი თვალსაზრისით ძალიან გულდასაწყვეტია ღმერთის განგებაში ვინ ჩაერევა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იესოს სიყვარული აბსოლუტური მაგრამ სინდისი რაც არის სინდისი არის გადამწყვეტი იმ წინა პოდკასტის შემდეგ ძალიან ბევრი ვიფიქრე ძალიან ღრმა იმაში ჩავარდი რა ქვია ფიქრში და ამიტომ მოვედით დღეს რელიგიამდე და ხო მეც წინა პოდკასტშიც ხო მე არ ვერეოდი უბრალოდ რაღაცებში იმიტომ რომ აი ეს მე საწყისი რაც ჩვენში არის
მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს სულიერებიდან, ანუ ქრისტიანული, ანუ მე მგონია რომ ღმერთი რაღაცა არის ჩემში და მე ეს არ ვარ. არ ვარ მე. აი ესეც ძალიან მაგარი კავშირი შეიძლება ზუსტად ორივე რაც თქვით ერთმანეთთან კავშირშია უშუალო რატო სინდისი ახსენე აი წარმოიდგინე სხვათა რომ სინდისი რა არის ადამიანმა რომ იმის შეულს რა ანუ იმიტომ რომ ათეისტური პერსპექტივიდან ძალიან უცნაური ახსნახ რაღაც სოციო-ბიოლოგიური პროცესები ჩვენზე რაღაცა ანუ არ იხსნება სინდისი არის როგორი რაღაც აი ძალიან კარგად იხსნება წერილით რომ შეხარ ღმერთის ხატა და მსგავსად სინდისი არის ის ხმა რომელიც გეუბნება რომ იმ სტანდარტის რომლის ხატადაც შექმნილი ხარ იმას სხვაგან არის პატარა ჩემში აი ღვთიური ბუნების რაღაცა პატარა აი რომლის გამტარიც ხო ატომის ხევა რაღაცა არის ჩემშიც რა ხო და აი ეგ არის რომ ანუ ძალიან კარგად აი მივდივართ უშუალოდ იქამდე და აი მე გულით ვჯერა ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ რა ეგ პრობლემა მართლა დარწმუნებული ვარ რომ ყველა ადამიანს აი მართლა ყველა ადამიანს აქვს ეგ მაგის აღქმის უნარი აი ყველა ადამიანს იმიტომ რომ ღმერთის ქმნილებაა თითოეული ჩვენგანი ეგ მიდრეკილება სიყვარულისკენ სიკეთისკენ თუმცა აი ამ ჩვენი სიბოროტისგან და არასწორი არჩევანისგან აი ნელ-ნელა ვშორდებით ამ ყველაფერს და თუ ადამიანს აი მართლა სწორად მივაწვით ამ ყველაფერს ხო აუცილებლად ის ადამიანი აი მიხვდება და აი მის გულში მოხდება მართლაც ეგ ტრანსფორმაცია რაზეც ვსაუბრობთ რაც მისცემს აი ამ ბიზგს ამ ყველაფერს რა უფლისკენ ხო და აი პატარა წერილები რაც არის რა გონია რომ უნდა ისწავლებოდეს და უნდა იყოს განმარტებითი აი მაგალითად ძალიან ბევრ შეიძლება არ ესმოდეს ანუ ქრისტეს ის რო არის მთესველზე კი ბატონო ანუ თესველიო თესავდაო ერთი ხვიერ მიწაში მოხვდა მეორე გზაზე მოხვდა და მესამე ეკალბარდებში ჩავარდა რომელი უფრო გაიხარებდა ის რა თქმა უნდა რომელიც მოხნულია და დამუშავებულია მიწა. ანუ ჩვენი ტვინიც, ჩვენი სულიერი მდგომარეობაც თუ არ არის შემზადებული ქრისტეს მისაღებად, თუნდაც რამე განათლების მისაღებად, რაღაცა შემეცნების მისაღებად, ეხლა პირდაპირ რომ მოვიდე და რაღაცა ვაჯახო რომ აი ეს უნდა გააკეთო, კი, უნდა იცის რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ვერ ვემზადებით ამისთვის. ანუ კარგად მოხნული უნდა იყოს, მოფხვიერებული მიწა რომ ამან გაიხაროს და ამას გვასწავლის. კი, იმიტომ რომ აი ხა ზუსტად რაც ახსენი მაგ მონაკვეთში არის რომ ადამიანს ხან რაცა ან შეუშვებს ერთ ყურში გამოუშვებს პირველი ან მე სადარდებლები მაქვს ხო ამ ქვეყნის ეგ არის ამ ქვეყნიური იმდენი საზრუნავი მაქვს მაიცადა და მე რაღაცა გასასწელის დროს რო კარგია აი მე ვიცი რომ რაღაცა კარგია ჩემთვის საჭიროა ჩემი სულიერების განვითარებისთვის საჭიროა ბევრ წიგს წავიკითხავ ბევრ იმას მოვისმენ მაგრამ არ არის ეს ტვინისთვის რა არის მან სულიერ ამზად ალბათ არ ვიცი რატო ხდება აი წარმოიდგინე აი ძალიან დიდი სიმამაცეც უნდა რა კი აი რამდენი აი ეგ უნდა მეთქვა რომ ბევრი რაღაც გებძვის რა ანუ წარმოიდგინე ადამიანს ყოველდღიურად რა ბოროტი ებძვის იმას სხვა საქმე არა აქვს საერთოდ და წარმოიდგინე როცა რაღაცა უფლის სიტყვის გაცნობას ცდილობ მით უმეტეს ეს ბრძოლები იზრდება ამ ბოროტას საწყო ჩვენ თვითონ ვიქნით ისააკ ასულელს აქ ამ ბოროტს ჩვენ ვეტი ახლა თუ არ ვითარებთ ჩვენი ქცევები ჩვენი აი ისააკ ასულელს აქ ძალიან მაგრა ეგ სიტყვები ნათქვამი რომ რაზე ვაპარაკობთ წეგან დამავიწყდა აი სიბოროტეს როგორ უშვებთ რა და როგორ უშვებთ ბოროტებას ვახ და მომივა და ბოროტებას არა აქვს მეტი საქმეა და შემოდესო ტვინშო და მე ვამბობ ესეთ რამეს რომ ბოროტება ესეთ კონკრეტულად სადღაც ხო არ არსებობს რაღაცა ბუდე ხო არ არის და გავივლით და ეგრე შემოვა სადაც სიკეთი არ არის იქ ჩდება ბოროტება სადაც სიკეთი არ არის იქ არ არის არაფერი და მოდი ამას დავარქვათ ბოროტება სიკეთის გარეშე გაკეთებული საქმე არის მოდი დავარქვათ ბოროტება. ეგრე არის. სიკეთის ნაკლოვანება არის ბოროტება. ალტერნატიული სიკეთე იგივე. ხო, ანუ ეხა სიბნელეც ხო ის არის, რა ვქო, შუქის ნაკლებობაა. ეგრე არის, ოღონდ ეს სიბოროტე მართლა არსებობს და თითოეულ ადამიანს ის აზრებისაშო აზრები კიდე ერთი მხარეა ბრძოლის კითხვასა, მაგრამ აზრები აი ყველას აი იქნება დამუღამებული, რომ აი მაგალითად რა მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ აი ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენა, აი რაღაცა აი ქრისტეზე საუბრის დროს და უცებ რაღაცა წყობიდან მოსულვარ და ის სურვილი გამჩენია რომ შეურაცხყოფით უპასუხო თუმცა იმერე აზრზე მოსულვარ და იმასაც აი ეგრე შევებრძოლე რომ აი წარმოიდგინე უფალმა თავი დაიმდაბლა ასე მე საერთოდ აი ის მომენტი მაქვს ხოლმე ხშირად რომ აი იცი ვის უბედავ და ვის მაგრამ ვინ ვარ ხო არა ხალხი რატომ იდიან ჩვენგან ბიჭები იცი იესოს აზრით რომ ქრისტეს დასვა არ ჭირდება ჩვენი აქეთ გვიცავს პირიქით არის ურთიერთობა აქეთ გვიცავს უბრალოდ როცა
მესმის შენიც, როცა ჩემს რელიგიას და რწმენას აყენებ შეურაცხყოფას, ქრისტეს კი არ აყენებ შეურაცხყოფას, მე ვიღებ ჩემ თავზე, ჩემს მეზე და ამიტომ ესე აი მე როგორ არის ეხა უშუალოდ შეურაცხყოფაზე თუ არ გადმოვიდა ადამიანი, თორე განსხვავებული აზრი როცა აქვს ადამიანს, აი როდესაც მეუბნება, რომ აი ქრისტე ღმერთი არ არის, ან ისტორიულად სიტყვაზე არავალიდური, ძალიან მიხარია, ანუ მე მომწონს ასეთ ადამიანთან საუბარი, მით უმეტეს თუ გულწრფელია, ხო, რომ აი რაღაცები აბა მოდი აი განვიხილოთ ეს და განსხვავებული აი ეს კარგია ეს საუბრები, აი ძალიან კარგია და ხო, ანუ ხშირად რა გვიჭირს იცი ადამიანებს, აი წეღარის თქმა მინდოდა, რაღაცა ხილული რაღაცეები რო არის, იმის დაჯერება მიჭირს. აი მაგალითად ვარჯიშობ და კუნთი გამომებერა, დავინახე, კუნთი ხილულია, მაგრამ მე აღარ ვარ, ანუ იმის დაჯერება მიჭირს, რასაც ხედავ და რასაც არ ვხედავ. რასაც ვერ ვხედავ. აი იმის დაჯერება როგორი აი მანდახარ ნეტარიო, გეუბნება. ჯერ ის უნდა ვიწამო, რასაც ხედავ და მე იწამე ის, რასაც ვერ ხედავ. ოღონდ მე არა ვარ ძალიან გაცნობიერებული და ანუ არა ვერ დავდებ თავს რომ ძალიან მაგრად ვიცი ბიბლია, ვერ დავდებ თავს რომ ძალიან კარგად ვიცი ახალი და ძველი აღქმები, თუმცა ეს ყველაფერი მგონია რომ ჩემშია და რაღაცებს, ანუ ანდროსთან კიდე წინა პოდკასტზე გადავალ, ანუ კი არ ვისწავლე, გავიხსენე, ანუ როცა ლოცვას ვიგებ რაღაცას ასპიცა და ვასილიკოსა ზედა ხვიდოდიო, როცა გეუბნება იმ ფსალმუნში, მე ამას ვგრძნობ. კი, ანუ წერილი არ არის, უბრალოდ რაღაცა ეს ჩვენში უნდა გაცოცხლდეს. ანუ ეს ცოცხლდება და ამას ვიხსენებ, მე ხვდები რას მეუბნება. თუმცა არ ვარ მე ესე რომ აი ძალიან ჩახედული ღრმად, ნუ ეკლესიაში დავდივარ, ხან ვერ დავდივარ, ხან რაღაცა ჩემში არის ისენი, რა ქვია, ბრძოლებია, ანუ რაღაცას ხან მჯერა რაღაცის, ხან არ მჯერა, იმიტომ რომ ადამიანი ვარ რა, იმიტომ რომ ვიბრძვი, რომ იქამდე მივიდე რა და ქრისტემდე მივდივარ თუ არ მივდივარ, მე ეს არ ვიცი. თუმცა ჩემი სინდისთან მინდა რომ სწორი და რელიგიურ წრიულში უყურებ, რასაც მე ცოტა სხვანაირად შევხედავდი, იმიტომ რომ ქრისტიანობა აი რა სხვა რელიგიებს ახლა მე გაცნობილი ვარ რაღაცა რელიგიებს, ის ბუდიზმთან ვარ გაცნობილი, დაოიზმი, კონფუციანიზმი, რაღაცა ისლამზეც ბევრი მაქვს წაკითხული. აი აქ პირდაპირ დიალოგში არის ხალხი რა, ანუ პირდაპირ კონტაქტზეა ღმერთთან რა. აქ რატო არ ვარ პირდაპირ? აი სხვაგან არ ხარ ეგრე რა. ანუ აქ არის რაღაცა აი როგორც მე და შენ ვლაპარაკობთ პიროვნულად, მე შენთან ვლაპარაკობ ეს დოგმები რაღაცა მხარ შემოიტანა. პიროვნულად, ეგ არ ვიცი, მაგდეთ აღარ წავალთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო რაღაცა დოგმები და რაღაცა ეგ არის კეისარს კეისრისა მიეცი და ღმერთს ღმერთისაო რა, იესო გეუბნება. იესო გეუბნება ამას. რაღაცა დოგმები არის, რომელიც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ხალხი ვართ ჩვენ და დაცემული ბუნება გვაქვს. საბოლოოდ აი ნუ ქრისტეზე დგას ყველაფერი და ქრისტეც ნამდვილი და ცოცხალი იმიტომ რომ ნამდვილი ღმერთია ხო ცოცხალი ღმერთია ცოცხალი აი სხვათა შორის აი ეხლა გამახსენდა აი მინდა რომ რაღაცა მორაყვეთი წავიკითხო და დარწმუნებული ვარ უშუალო კავშირში არის და ნებისმიერს აი მით უმეტეს ვინც არის თუნდაც რაღაცა კონკრეტულ იმაზე დამოკიდებულება ვისაც აქვს პავლე მოციქული მშვენივრად აღწერს თავის მდგომარეობას და აქ აი უკვე მოციქული ამას რო წერს ეპისტოლეები რომელთაში კი ბატონო ზუსტად უკვე დაწერილია ნაწილებზე რო ლაპარაკობს კი აი ნახე აი როგორი რაღაცაა რომ ანუ აი ხა და აქედან შეგვიძლია განვარცხოთ რომ ადამიანებს გვაქვს ფაქტია რომ რაღაცა ბოროტის სურვილები გვაქვს და ვეცემთ. მე შემოსაც კითხულობ, მეშვიდე რომ. კი, ზუსტად. აი პავლე მოციქული ასე რამეს ამბობს რომ აი ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ? იმიტომ რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას რაც მსურს. აი პავლე მოციქული ამბობს ასე. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მაშინ სადამე ვაღიარებ რომ რჯული კეთილია. ასე რომ მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა რომელიც მკვიდრობს ჩემში. რადგანაც ვიცი რომ ჩემში აი სუბთა ფსიქოლოგია. აი ნახე რადგანაც ვიცი რომ ჩემში ესე იგი ჩემს სხეულში არ არის კეთილი. არის ჩემში სიკეთის დომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე ამას ვეღარ პოულობ ჩემში. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ რომელიც მსურს, არამედ ბოროტს რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არ მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა რომელიც მკვიდრობს ჩემში. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი მიდევს გვერდით. ვინაიდან როგორც ჩინაგანი კაცი ღვთის რჯულით ვტევები, მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ავხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მახსევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. აი ეხლა აი გურიში და კონფლიქტი
კონფლიქტი არის რა მაგარი უკვე აი კი ბატონო ახ არის კონფლიქტი აღწერილი ხო ანუ ეს მაგარიში და კონფლიქტია აღწერილი ეს ნებისმიერ ადამიანს ტრანსფორმაციის დაწყებაა კი აი ოღონდ ახ ეს არის ახ არის კონფლიქტი ანუ დაწყება აღწერა უშუალოდ პროცესის რომელიც ნებისმიერ ადამიანში მიმდინარეობს რა მსოფლმხედველობს თუ გინდა ათეისტი ხარ აგნოსტიკი ყველას ეხნება გამოსილი ოღონდ ახ ხო არ უნდა გაჩერდეს პავლემოს აი გავიგეთ ეს პრობლემაა და რა ვქნათ ხო აი ზუსტად აი აქედან აი იწყებს მე პავლე ხო რომ ვაიმე ბედკრუს ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულს გას შესულია ხო რა ხდება და აი პავლე პასუხობს ამ მადლობ ღმერთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ამრიგად მე ერთი და იგივე კაცი გონებით ღვთის ჯულს ვემონები ხორცით კი ცოდის ჯულს ანუ პავლე მოციქული გამოსავალსაც გვთავაზობს გარდა იმისა რომ აი ამ თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაში აღწერს იდეალურად გამოსავალია და თან თავარი ახ რაც დავიჭირე დეტალი არის რომ პავლე მოციქული იმ ცოდვებთან რომელიც აი რაღაც აი ბრძოლებთან იმასთან იდენტიფიკაციას არ ახდენს ანუ აი აუცილებელია რომ აი ძალიან საშინელი გამოთქმა ასეთი ყოფილი ნარკომანი არ არსებობს აი პირდაპირ დამოკიდებული გუშინ მითხრეს ვატაშორის ერთად გილას ყოფილი ნარკომანი აი მეგობრებო აი ძალიან დიდი სიბოროტე დევს ამ განცხადებაში მე არ ვიცი ეს ვინც მოიფიქრა თვითონ ეს ფორმულირება რა მიზანი ქონდა მაგრამ აი ობიექტური სიბოროტე დევს და ეხლა მინდა რომ ავხსნა აი პავლე მოციქული აქ რასაც აკეთებს რომ მე აი ამ ცუდთან რაც მე მაწუხებს მე ეს არ ვარ მე ამასთან იდენტიფიკაციას არ ვარ რასაც ყველა პროგრამაშვება თითქმის მაიდენტიფიცირებს რომ მე ნარკომანი ვარ ხო აი ის ნარკომანობა ბოროტია რომელიც ჩემი არ არის და არ ჩემთვის არაბუნებრივი საშინელება მე ამას თავი უნდა დავახცე. მე მაშინ დავახციე, თავი როცა თქვი მე აღარ ვარ ნარკომანი. თუ ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, მაშინ ყოფილა ნარკომანობა ჩემი ბუნებით ითვისება, რომელსაც დაუნებით ვამოქმედებდა. მაშინ ერთი და ეგიო სინამდვილის ორი მხარე ყოფილა. მაშინ რას მეუბნები? რატომ მეუბნები რომ ცუდი ხარო? რა ეგეთი დავიბადე რა ეგეთი. всё, მაგას აღიარებს ნახევარი მსოფლიო. აი, ჩემი აზრით, ჩემი საყვარელი სიტყვა არ არის ბიბლიიდან რა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფრაზა სიტყვა არის პავლე მოციქული ჩემი საყვარელი მოციქულია რა ძალიან მოდის ჩემთან რა იმიტომ რომ ჩვენ ყველაში არის ეს პარადოქსულობა ყველაში არის ჩვენში საულეც არის ჩვენში ყველაში და პავლეც არის თუ აი როგორც ამბობსო თუ წვდომა მიმეცემა ამ სიკეთესთან მე შემილი ეგეთი გავხდე რა და ჩემი ბუნება ესეთი არ არის რა და აი არც ის არ არის მართალი რომ ქრისტიანი უნდა იყოს უმწუხარებაში არა პირდაპირ იაკობი იწყებს ქრისტეს ძმა ხო ნუ ძმა რა უფლის ძმა იოსების შვილი ესე იწყებს რომ გიხაროდეთ თუ ხო გიხაროდეთ რომ ჩავარდებით იმაში რა ქვია განსაცდელში ანუ განსაცდელი სიხარულით მიიღეთ ხო განსაცდელი უნდა მიიღოს სიხარულით იმიტომ რომ ეგეც ტრანსფორმაცია გამსგავსებს იესოს ეს ყველა და აი ეხა ეს არის კიდე რასთან უშუალო კავშირში იდენტიფიკაციაზე რომ ვახსენეთ აი პეტრე მოციქული პირდაპირ გვეუბნება ჩვენ ხშირად გვაქვს ჩვენს დამოკიდებულება რომ თუ აშავება არ თქვა რომ ქრისტიანი ეს ყველა კიდე ერთ საშინელ პირდაპირ ამბობს თუ არ ნურცე თქვენგანს ნუევნება როგორც ქრისტიანს მაგრამ თუ ევენება იმაშიც კი ღმერთი განადიდოს ურცხ არ დაირცხვინოს და პირდაპირ არის სიტყვა ქრისტიანი ქრისტიანოს მაგიტო დგებოდა ეგრე მალე რომ არ იდენტიფიცირდებოდა ცოდვასთან არ შეიძლება დავარდა ადგა ურწმუნო გადახტა იქიდან ვერ მივიდა დაიწყო ჩაძირვა ეგრევე იესო ბოლოს ახო ეუბნება კაცო განეთ სატანაო იმას ეუბნება რა ქვია პეტრეს ხო და გადაცემას აი ამ პოდკასტზე რომ იმას მუშაობდი დღეს გუშინ იმის წინ რაღაცებს წერდი რა და მივედი საბოლოო დასკვნად რავდეთ ან დამეთანხმებით ან შეგიძლიათ რომ არ დამეთანხმოთ რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ რწმენის ერთობლიობა ან სისტემა არამედ ეს არის გზა ადამიანის ტრანსფორმაციის ყველა დონეზე ჩვენ რასაც ვაპარაკობთ მანქანაში რა ხო ანუ მე ამაზე ნაფიქრი მაქვს ამაზე ბევრი ვიფიქრე და მაინტერესებს ქრისტეს მოსვლის არსიც მაგაში იყო რომ ანუ მოიტანა დედამიწაზე მოიტანა ის რომ всё გვეშველა ხო ფიზიკური ტრანსფორმაცია ჩემი აზრით ანუ ესე ვწერდი ფიზიკური ტრანსფორმაცია არის მარხვის აღქმის პრაქტიკის მეშვეობით რა ანუ მარხვა უნდა აღიქვა ჯერ ანუ ამებს ხო აცნობიერებ რა სულ არ ვარ თქო წეღან გეუბნებოდით რომ სულ არ ვარ მეთქი ანუ მეტანიებს მე არ ვაკეთებ და ლოცვებს ლოცულობ მაგრამ რამდენად გააზრებულად ვაკეთებ ხოლმე ამას და არა რუტინულად კაცმა არ იცის რა თქმა უნდა ცოდვილი ვარ ცოდვებში ვარ ეხაც რო ვლაპარაკობ შეიძლება ცოდვას უშვებ ამითი და რა ვიცი ფიქრობ რომ არავინ არ უნდა გასაჯოს და მორალი არ უნდა უკითხოს იმის გამო მე ჩემნაირად მწამს ქრისტე შენაირად გწამს გასაზომითაც გაზომავო იმ საზომით გაგზავნა ხო მე ესე ვარ რა და ეხლა შენ რომ მოხვიდე და მახვილი მირტყა თავში რომ მოდი უკეთესად გწამდეს ქრისტეო მე შეიძლება უფრო შევიძულო
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დამოკიდებულ ადამიანსაც რაღაცა მიდგომები უნდა ქონდეთ, არ ვიცი, სასულიერო პირებს, არ ვიცი, გვერდზე მყოფ ადამიანებს, ვისაც წმენა აქვს და არა ის, რომ ქრისტე შენ დაგჯის. არავის არ ჯის ჩემი აზრით. ქრისტე როგორ შეიძლება დასაჯოს ადამიანი სიყვარულმა როგორ შეიძლება ადამიანი დასაჯოს. ხო, აი ამ სიყვარულისგან გაშორება არის საშელი თავის თავად უარის თქმა. სხვათა შორის აი პავლე მოციქული ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ თქვენ მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღმერთისგან და ეს საქმეთაგან არ არის, რომ ვინმე არ იქადოდეს. აი ყველა ადამიანი ვინმე არ ფიქრობს, რომ მე ვიმსახურებ შენზე უკეთეს ან ზიარებას ვიმსახურებ. მაგას აი ყოველთვის აი ღმერთს ვთხოვ, რომ არასდროს ის არ მაფიქროს, რომ ვინმეზე რამით უკეთესი ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ კი არა ქრისტემ გადაგვარჩინა, ხო? ჩვენ ხო არ ვართ ჩვენი თავის გადამშენელი არის. ძალიან მაგარი სიტყვები გამახსენდა ეხლა ესეთი რაღაც გამახსენდა რომ რას ლაპარაკობენო ჩემზეო რა და ვიღაცა ამბობს რომ დავითის ძე ხარო ვიღაცა ამბობს რომ რაღაცათ თქვენ ვიღაცა ჩვენ ვინგონი ვართო და მე ჩვენო ვიცითო რომ კაცის ძე ხარო და ძე ხარ ხო ნუ თან ის ვინც ეგ უთხრა სამჯერ უარყო ისე პეტრე ეუნება და ეგ შენ კი არ მიხვთიო მაგასო აოპა კაია შენ კი არ მიხვთიო მაგასო მამამ გაგინათაო ეს გონებაო იმ პროცესშიც რა. ეს სხვათა შორის მგონია რომ დამთხევები არ არის და არც გამიაზრებია არ ჩვენ მე მგონი რომ ამ აღდგომის კვირეულში ეს პოდკასტი ჩაგვეწერა. კი მე გააზრებული მქონდა გუშინ და ჩაგვეწერა და ისე. ხო და მე არ მქონდა გააზრებული. დღეს ამ პოდკასტს რო ჯერ აღდგომა არა დამდგარი, მაგრამ ჩვენთვის გაყიდეს ესო, ხო? ჩემთვის ყოველდღე ქრისტეს აღდგომაა, ისე რო ვთქვათ, ცოტა რომანტიზირებულად, ცოტა პოეტურად, ცოტა იმათ რა ვქვია, როგორც სცენარისტი და ცოტა რაღაცებს წერ, ჩემთვის სხვანაირად აღიქმება ეს და სხვანაირად შემოდის. ალბათ ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღე მიწაზე მუშაობს, იმისთვის სხვანაირად შემოდის ქრისტეს, შემოდის მიწიდან, ნაყოფიდან შემოდის, მის მიერ მოპოვებული. ეგ არის ყველაზე მაგარი ჩვენ რელიგიაში, რომ მაგას ეგ ვერ გადმოიწევან სიტყვებით, რომ პიროვნული ურთიერთობა მაქვს, რანაირი პიროვნებაც ვარ, იმ პიროვნებით ვეურთიერთები ღმერთს. ხო და ეგ რა მაგარია. პიროვნული ურთიერთობა არის რა, ჩვენი მოსავალი ეს მოძღვრება რა. ანუ მოსავალი ხო არის, ჩემთვის მოსავალი არის, რომ რაღაცას კარგს დავწერ და ვიღაცას სიკეთეს მოუტან. მიწად მოქმედისთვის მოსავალია რომ მოიყვანა ყანა და ხო ყანა მოიყვანა და პური აჭამა ხალხს მეთევზისთვის თევზის დაჭერა და შენამდე მოტანა აუ თევზის დაჭერაზე ტრანსფორმაციის გზაში არის აი მაგარი სიტყვები და სხვათა შორის შენგან ვისწავლე ბადეს აი ჩვენთან რომ მოდი არა ეს მაინც გააკეთე რა ანუ აი ხო შეეძლო იესოს რომ თევზები ამოეყარა რა ნავზე რა და რა უნდა ბადე იმას არა უბრალოდ ერთი და შემწორი თევზები მოვიდა მაგიტომ ვამბობ რომ ქრისტეს შეეძლო თანამონაწილე ხტები რა ანუ ეს მაინც გააკეთე რომ შეგიყვარდეს შენი გზა დაბადებაშიც არის რომ ადამიანი არქმევს სახელებს ცხოვრობს ხო ადამიანი არქმევს სახელებს ფუნდამენტური ინტელექტუალური დისციპლინა მე ყველაფერი იცის უკვე გააზრებული აქვს კი და აი ყველაფრის ცოდნა უკვე გქონდა ხო? აი ღმერთი გვაძლევს მაგას რა, ანუ აი წარმოიდგინე ადამიანს ყველაზე მეტად რა აბედნიერებს სიყვარულის გაცემა, აი ერთმანეთის სიყვარული, მიღება, გაცემა, აი რომ აი ჩვენ სხვას რო გვიყვარს და სხვას რო ვეხმარ, ეს ძალიან გვაბედნიერებს და თავგანწირვაზეც ეგრე ბედნიერდება, ის წმინდა სამების ჰიპოსტაზებს შორის მუდმივი სიყვარული თავგანწირვაზეც პირველივე წამიდან ღმერთი ასწავლის კაცს რომ თავი უნდა გაწიროს ქალისთვის აი პირველივე თავებში რა მე-6-ში ხო რომ როკლავს ადამიანს ნეკნს უღებს და ევას ანუ კაცი მაგ დროს მოკვდა ქალისთვის კი ეს თავგანწირვაა ეს ურთიერთობაც და ანუ მიძინება ხო ეგ არის რა სიკვდილი ტრანსფორმაციაზე და აი თავგანწირვა არის უშუალოდ აი ეგ დამოკიდებულებას აი მე ეს პრობლემა მაქვს ხო ეს მიდრეკილება მაქვს ხო თავგანწირვა რა არის მე ეს ბოროტი რომელიც მე მღუპავს ის უნდა გავწირო აი ქრისტე წარმოიდგინე დიდარიო ჩვენ გამოგაღატაკდაო მისი ზიღატაკი ჩვენ რო გამდიდრებული იყავითო ხო ქრისტე თავს რატო წიროს რამე პრობლემაა ქრისტე ჩვენ გამოწიროს და ჩვენ რაც ღუპავს აი ეგ ყველაფერი ქრისტეს წყალობით ახმანით უნდა გავწიროთ ეს იქნება ნარკოდამოკიდებულება ქრისტეს თვის და ქრისტეს წყალობით და ქრისტე ჩვენში ქრისტე ჩვენს დამოკიდებულება შეგვიძლია გავწიროთ სიყვარულის გარდა
და სიყვარული არაა დამოკიდებულება სიყვარულისთვის ზუსტად რომ სიყვარულში დავუკვირდოთ ასე ხო უყურე აი მაგალითს მოვიტან რა სიყვარული უნდა იყოს აი ზუსტად ისეთი რა დედა ხო ღვთისმშობელია იდეაში ნუ ეგრე ჯვარზე გაკრული ესო ეგრე ჩვენ თუ ქრისტეს გზაზე ვდგავართ ხო ჩვენი დედა რომელმაც დაგვბადა ჩვენთვის ხო ჩვენი მშობელი ანუ ღმერთი თუ არის ჩვენში ესე იგი იმან შუა ადამიანი რომელშიც არის ღმერთი მშობელი ძალიან დიდი დედის სახე ხო აქვს მას ის ხო დედის სახეა როცა უდიდესი დატვირთვა ჯერ ყველასო თავი დამანა ჩვენი დედაც ხო იგივეა ანუ ჩვენთვის ხო იგივეა რა თქმა უნდა და ძალიან მაგარი სიტყვა სახარებაში ვხედავთ როგორ იესო როგორ ხო და როცა დედას ანერვიულებ მოდი დამოკიდებულებით მოდი ქრისტიანულ ჭრილში ვთქვათ კი ბატონო როცა დედა ნერვიულობს ამაზე როცა მოდი სულ ყველაფერი დავიწყოთ მე პირდაპირ გეუბნება ღმერთი რომ დედა და მამა თუ არ გიყვარსო და ძმა თუ არ გიყვარსო მე როგორ გეყარები არ მითხრას ახლა კაცმაო ძმა უყვარსო და ძმა არ მიყვარსო და ღმერთი შენ მიყვარხარ აი ვისაც ხედავ აი ხილულს ეგ თქვა ზუსტად აი ნახე ხო და აქ მივედით ზუსტად აი მაგაზე ვიმშეულთ ხა აი ჩვენ ცნება გვაქვს რომ აი პატივი ესი დედას ეს გასაგებია მაგრამ აი პრაქტიკაში რა ანუ ტრანსცენდენტალური ღმერთი სამყარო შემოქმედი ღმერთი ადამიანური ბუნებით შემოდის ძოში სივრცეში და მატერიაში აი მარიამისგან იშვა ლუკას ახარების 2 თავის 51 მუხში პირდაპირ წერია. წარმოიდგინე ყოვლის მცოდნე, იმიტომ რომ ყოვლის მცოდნეს რატო გეუბნები რომ რა თქმა უნდა მაცხოვრის კაცება თვითონ ადამიანური ბუნება თავისთავად მონურია და უმეცრებითი, მაგრამ შეერთებულია რა ყოვლის მცოდნე ღმერთი იპოსტასა და საფრთხო ბუნებას ყისვე გამდიდრებულია სამომავლოდაც. ანუ ყოვლის მცოდნე პიროვნება რა წერია პირდაპირ ემორჩილებოდა მარიამს და იოსს პირდაპირ წარმოიდგინე ემორჩილებოდა საკუთარ დედას ხო? ხო. მორჩილებდა და მით უმეტეს ჩვენ ხო? ანუ აი რამხელა სიყვარული გმართებს თითოეულ ჩვენგანს ხო? აი გათვალისწინება და თან მე აი როცა არ ვითვალისწინებთ, აი ხშირად არის რომ დედას ვაწყენინებ, შობელს ვაწყენინებ და მე შემდეგ იმხელა სინანულში გვაგდებს და ისე ცუდად უგრძნობ თავს ხო რის გამო? აი რაღაცა სისულელის გამო. თუმცა ვაბრალებთ კიდეც რაღაცეებს. ან არის რომ ვაბრალებთ და თავის გამართლებას აი თანადამოკიდებულების იმაში რაც ქონდა ჩვენ გავლილი ანუ ჩვენ ხო იმას არ ვაკეთებთ ამას რომ იქ დავივიწყეთ და არა ვიმეორებთ რა ყოველთვის უნდა გავიმეოროთ ესენი რომ მაგალითად ესეთი მაგალითი იყო მოტანილი თაზო მოიტანა რომ დამოკიდებული ადამიანი და დედაო თანადამოკიდებული ასე ვთქვათ ბჭყალებში ორივე თანადამოკიდებულები არიან იდეაში. დამოკიდებული ადამიანი ეუბნება. ჩვენ ვილაპარაკოთ აკადემიურად. ხო, დამოკიდებული ადამიანი ეუბნებაო, რომ შენი ბრალია მე რო ესე ვარ და დედაც ეუბნება რომ კი, ჩემი ბრალია. და ამიტომ შვილი გამოხატავს დედის მიმართ აგრესიას და აი შენ რო არ ყოფი ესე რო არ მოგწონს აი ეს ქრისტიანული ეგ მართლა ანუ სხვათა შორის არ დავფიქრებულ ვარ სიმართლე გითხრათ ძალიან სწორად მართლა ეგ ანუ თემა რა არის წარმოიდგინე ანუ ეს არის საერთოდ დღევანდელი საზოგადოების პრობლემა ეს ვიქტიმა ეს მსხვერპლის ფსიქოლოგია არის ჩვენში რომ აი ჩვენ სულ მსხვერპ აი ყოველთვის ეგ ისი პრობლემა რომ ჩვენ პასუხისმგებლობის აღება არ გვინდა სულ გვინდა რომ რაღაცას დავაბრალოთ ხან იმას ვაბრალებთ ხან იმას ეს ადამიანს დაიმართა ხო ღმერთს აბრალებს შენ რო ხალი გამიჩინეო იმან შეიძლება მე შუაში ვარ ყველაფერი გაგიკეთე და რობოტად ხო არ შექმნი ხო თავისუფალინება ხო უნდა ხონდეს რომ თუ გინდა ჩემგან გამოცალკევება მე ღმერთს აბრალებს და ეგ რა თქმა უნდა ეს ადამიანიდან ცოდვილ ბუნებაში გადმოყვა და მიდრეკილება გვაქვს მაგრამ საშინელებაა და მე იდენტიფიკაცია ხდება რაზეც ვაუბრობთ ჩვენ მსხვერპლები ვართ ჩვენ დამნაშავე მე ვარ მსხვერპლი როცა ხარ დამნაშავე ადამიანს განსაკუთრებით აქვს იმიტომ რომ დამოკიდებულ ადამიანთან ყოველთვის ეგ არის რომ მე მსხვერპლი ვარ ანუ მსხვერპლის პოზიციიდან გავიქე რომ გაზრდა ანუ შენ ამბობ ასევე იმას რომ მე სახში გავფუჭდი და სახში არ მოხდა ჩემი შეკეთება და ამიტომ სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა მივიდე ყველა სახში ფუჭდება გასაგებია მაგრამ შენ რომ გავფუჭდი და ამის გამო რომ მე რომ გაფუჭებული ვარ აგრესია გამოვავლინო ეხლა დღეს და ვთქვა რომ შენი ბრალია მე რომ გაფუჭებული ვარ ეხლა მე რომ ვთქვა მე მგონი უკვე არასწორი იქნება მაგრამ მაშინ რომ ვიძახდი ეგრე მწამდა ანუ ეგრე გწამდა ანუ ეს რწმენები უყურე რას ვამბობ როცა ბრუნდება ადამიანი მოდი მონასტერში წავიდა ეკლესიაში სადღაც რომ ამ ეს ტრანსფორმაცია მოახდინოს და ბრუნდა. ანუ შენ ხო ამბობდი რომ მე ვიყავიო ხშირადო მონასტერშიო წასულიო და ვბრუნდებოდიო და ესო ჩემზეო ძალიან კარგ დადებით იმას ვაკეთებ. ძალიან. მე ჩამოვდიოდი, ისევ იგივეს ვიწყებდი და ისევ აგრესია გიჩნდებოდა თუნდაც შობლის მიმართ.
არ რჩებოდი იესოსთან. ანუ ხო. ეგ არის რომ ქრისტესთან არ რჩებოდი რა. ხო და როგორ უნდა დატოვოს რელიგიამ იმ წმენაში რაც რელიგია არ ტოვებს. რელიგია მე მაგიტო ვიძახი ან მიყვარს ეს რელიგია. რელიგია არა, მოდი რელიგია არ ანობა საერთოდ არ ჯდება რელიგიის. მასწავლებელი ვინც არის? უფალთან კომუნიკაციაში რო ხარ? ხო მაგრამ იქ ხო არა. ვერ იქნებ კომუნიკაციაში თუ შენ არ იყავი საქციელით რა. ღმერთი არის ყველგან მყოფი და ხო არა, რატო გონია რომ აი მონასტერი ბოდიში, წავედით მონასტერში, რადგან იქ უყურე იქ კარგი, მაშინ არ გიცნობ ფსიქოლოგიურად როგორ ხდება ეგ. იქ რომ არ არის, განწყობაც არ მექმნება მაგის, იმიტომ რომ განწყობას სამი რამ ჭირდება, მოთხოვნილება, სამი კომპონენტი, მოთხოვნილება მჭირდება, სიტუაციური მომენტი გარემო უნდა იყოს, რომ რაღაცა, აი წყალი მინდა, წყალი უნდა იყოს და ოპერაციული შესაძლებლობა უნდა მქონდეს, რომ დავლიო წყალი. ხო? ანუ სამი რაღაცა მჭირდება, რომ ოპერაციული ჯერ მოთხოვნილება უნდა იყოს, საჭიროება მოთხოვნილება, სურვილი, მერე უნდა იყოს ამისი გარემო, სადაც ეს შესრულდება, ანუ ობიექტი, რომელიც დამიკმაყოფილებს ამას და მესამე უნდა იყოს ჩემი შესაძლებლობა, რომ ეს გავაკეთო. და იქ არ არის. ეს ფსიქოლოგიურად ეგრე არის რა, იქ არ არის ეგ. და იქ სხვა ისინი არის რა, ანუ სხვა დამაუწყდა ქართულად ეგ სიტყვა. სხვა განწყობები არის რა. ეს განწყობა არ ჩნდება იქ. გაიგე? ძალიან კი თან გეხმარებიან. ეხმარებიან და სხვა გარემოა, სხვა განწყობები იქნება. მე მგონია რომ ერთ პოდკასტში ჩვენ ამას ვერ დავამთავრებთ, ანუ ერთ ნაწილში და მოდი მეორე ნაწილიც გავაკეთოთ. ისი თქმა მინდოდა, რახან შევეხეთ ახლა აი ოჯახს. ძალიან კარგი მაგალითი გვეძლევა, ახლა რა მაგალითების თქვით იესოს მშობლების მაგალითი და ეს იესოს ერთ-ერთი იგავი მინდა მოვიყვანო რა, უძღები შვილი. აი ეს უძღები შვილის იგავი, ჩემი აზრით აქ უფრო კეთილშობილი მამა ან რაღაცა ეგეთი უნდა ერქვას რა, ან უძღები შვილის აზრი რა არის, რომ მამას ეუბნება, რომ მომეცი ჩემი ქონება და მე ჩემ გზაზე წავალ. ანუ ქონებას როდის ვართმევთ მამას? მამა როდის გიტოვებს ქონებას? როცა კვდება. როცა კვდება, ანუ მამამის პირდაპირ ეუბნება, რომ მე შენ მოკვდი, ვაფშე არ მინდიხარ. ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ძალიან დიდი იმ დროს რა, ანუ იგივე არის, რომ შენ მოკვდი, ანუ მამა გაძლევს ქონებას, როცა კვდება. გიტოვებს და ანუ პირდაპირ ეუბნება, რომ ჩემი ქონება მომეციო, რომ შენ მოკვდიო, უკვე ჩემთვის და მომეციო, რაც არის და მიდის. მიდის, ნუ დახარჯავს ამ ფულს რაღაცა, რავი, რას გააკეთებს, ქალებში. ქალები, ნარკოტიკში, გავიცი, სასმელში, ხო? და მე მიდის არ გავარჩიოთ ეს რა ბოლომდე, მე მიდის იქ, სადაც მამა აღარ არის, ანუ რაღაც ეშმაკის იმაზე მუშაობს, ხო, რაღაცა. იქ სადაც მამა არ არის. იმ ქვეყანაში მიდის იქ, სადაც მამა არ, ანუ იქ sadაც ღმერთი აღარ არის, რა, სადღაც, ანუ ღმერთი ყველგან არის, მაგრამ იმ კონკრეტულ უკიდურეს მდგომარეობაში მიდის. სადაც ღორებთან ერთად ღორების საჭმელს ჭამს, რა. აი ეს არის ეს მოფრინავს და ეცემა და იმტრევა. ანუ მამა მიცა ამას დამტრევის საშუალება. და როცა დაიმტრა და როცა ფსკერზე ჩავიდა, უცბად მოტრიალდა და აუ, მამა ჩემთან მივალო და ბოლოს იქ ვიმუშაობ. თან აღარ ვარ ღირსი რომ შვილად ვიწოდო. შვილად, ხო, აი სადმე სინანული ჩნდება იქ, როცა ინგრევა. რატო? იმიტომ რომ დაიმტრა და მე მიდის მამასთან უკვე თხოვოს მიშველეო უთხრას. და როცა ეუბნება მიშველეო, მაშინ უკვე ენდობა. და აქ ნახე რა ხდება ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავეცეთ და მშობელი ბალიში დაგვახვედროს, რომ თბილად დავეცე. და არ მაძლევენ დამტრევის საშუალებას, არ აძლევენ ნარკოდამოკიდებულებს ოჯახები დამტრევის საშუალებას, ისე როგორც ბიბლიაში წერია. აი როგორც წერია. სიყვარულით მიიღო ვერევა. ხო, და რა თქმა უნდა, რო ბრუნდება შვილის სინანული და ღმერთო ეს რა გავაკეთე და მაპატიე და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი და მართლა ყველაფერს ვაკეთებ, მე რასაც მშობელი გეუბნება, აი შენებურად იცხოვრე, არ გამოგივიდა, მოდი ახლა მე დამიჯერე რა. მაგ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ უკვე დახმარებას, მაგრამ აი ამას არ გვაცლიან, რომ დავიმტრეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი იმ უკიდურეს მომენტში უნდა მივიდეს. აი ეს უღმერთობა უნდა განვიცადოთ რა. აი უღმერთობა მარტო უნდა დაურჩეთ. უღმერთობა უნდა ეგ არის მარტო და უღმერთობა უნდა განვიცადოთ. უნდა მოვკვდეთ და დავიბადოთ თავიდან. ხო, უნდა მივიდეთ. კი, ეგ არის ზუსტად აი ეს სიგნალი რა. მოდი
შევამთავრებ ძალიან ლუკა საინტერესოა შეაჯამოს და ლუკა მოდი შენ შეაჯამე. საბოლოოდ ანუ ყველას ვისაც რამე პრობლემა აქვს, რა დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ რა, უფალი ჩვენთან არის, არსებობს ამ ყველაფრიდან გამოსავალი, საბოლოო იმედი, დახსნის გზა და არსებობს უფალი იესო ქრისტე, რომელიც ყველა სიყვარულით გეოლდებათ, რაც არ უნდა სულ მდგომარეობაში იყავთ, პირდაპირ მომსიესო რომ კარგად ყოფს კი არ ჭირდება მყურნალი, არამედ ავატყობს. მართალთა სახმელოდ კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინაულზე. მართალში ახლა მართალი ვინმე იყო? მართავი რომ მართალი გონია, მაგათვის არ ვარ. მე ვარ იმათვის, ვისაც უნდა რეალურად შეცვლა და აი ამ სიყვარულისკენ იყოს ნება შენი, ხო? ხო და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ არსებობს იმედი და ეს იმედი არის ღმერთი, ქრისტე. უფალი. და ქრისტეში არის ნება. ხო, მე დავამატებდი და უკვე დავემშვიდობები, რომ გონია რომ მეტი სიყვარული უნდა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ, ნაკლები აგრესია, რომ არ წავიდეთ დამოკიდებულებაში. მე ესე ვფიქრობ, რომ რაღაც დამოკიდებულებაში როცა მიდიხარ, ესე იგი კარგავ რაღაც დამოკიდებულება არის ყოველ სიყვარულის ნაკლებობა. ხო, მოდი მეტი სიყვარული მივცეთ ერთმანეთს და ნაკლები აგრესია გამოვავლინოთ ადამიანებო ერთმანეთის მიმართ და იქნება კი. უფრო გამოვხიზლდეთ, უფრო გვერდში დაუდგეთ. და მეორე პოდკასტი უნდა ჩავწეროთ რა. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ყველას და ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ. წინვალე დღესასწაული მოდის და მინდა რომ უსურვო ყველას. ხო, გადავლილი იქნება ეს პოდკასტი რომ დაიდება, მაგრამ ქრისტე აღსდგა. ვიტყვით. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. გენაცვალეთ. მადლობა დიდი. მადლობა.